მოკლედ ასე. ეპილოგის არ იყოს, არც პროლოგს ვაპირებდი ამგვარს, მაგრამ თქვენ ეს დღეები ნახავდით კლიპს, რომელიც აუწყებდა მაესტროს და შემდეგ უკვე უსახელო არხის, თუმცა მაინც მაესტროს მაყურებელს, რომ დღეს 15 საათზე იგეგმება აქცია საქალაქო სასამართლოს წინ, სადაც უნდა გაპროტესტდეს. ამ კლიპს მიყვებოდა ლაიტმოტივად თემა, რომ ისტორია მეორდება მაესტროს გარშემო, როცა მისთვის ყველაზე რთულ ჟამს ამ ტელეკომპანიას გვერდში დაუდგნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ძირითადად კოლეგები მედიიდან. იმ პერიოდში ამის გაკეთება იყო რთული და ეს მოქმედებები იყო გმირობის ტოლფასი მაესტროს მესვეურების თანამშრომლების მხრიდან. ასევე ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას. დღეს მაესტროს დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. უდაოდ დასაფასებელი ამბავია, უდაოდ. ოღონდ ამავე ეთერით და მათი ადვოკატის თანდასწრებით უკაცრავად და ჩვენ რას ვითხოვდით სხვას? ხო და ამ ყველაფერს და მათ შორის ჩვენს აქ ყოფნას აქვს თავისი ფასი. და აქ თქმული სიტყვა ყველაზე მეტად უნდა ფასობდეს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ისტორია განმეორდეს და ამის სურვილი არავის აქვს. ისევე როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან სდომი დამფუძნებლების ფონზე ცოტა ღიმილის მომგვრელია აპროტესტო ის, რაც აღმოჩნდა, რომ შეიძლება სხვა ფორმით და მოლაპარაკების გზით დაალაგდეს. თან ისე, რომ საკუთარი თანამშრომლებიც არ ჩააყენოს საქმის კურსში. რახან აქამდე არ გეყოთ უნარები, ნებელობითი თვისებები მოგელაპარაკათ და ეს არ დამჯდარიყო უმძიმესი სტრესების, ახალი გაფუჭებული ურთიერთობების, ადამიანების მორიგად სამსახურიდან წასვლის ფასად. ჩვენთვის ეს არ იყო იოლი. დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ სამწუხაროდ ის მეორდება ორჯერ. ერთხელ როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი. ზოგიერთებმა და მათ შორის ამ კომპანიის პარტნიორებმა დაივიწყეს ამასობაში მთავარი. ისტორია ხშირად მესამე წრეზე მიდის და აუცილებლად მეორდება როგორც კომედია. ასე რომ გაიღიმეთ ბატონებო. თქვენ წინ მთავარი საუბარი გელით, ჯერ კიდევ საკუთარ თანამშრომლებთან. ბედნიერი შაბათ-კვირა. Ваша лундиндарика. Пара упарадзе.